ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისთვის მხარი არ დაუჭერიათ. საუბარია გუშინ მიღებულ დოკუმენტზე, რომელშიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ოცნებას ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. პაპუაშვილი ამბობს, რომ ისინი აპირებდნენ დოკუმენტის მხარდაჭერას, თუმცა პარტიის გეგმა სწორედ ამ ჩანაწერმა შეცვალა. მისი მტკიცებით ეს წინადადება რეზოლუციაში ჯო უილსონის ინიციატივით შევიდა. პაპუაშვილი ამ განცხადებით გუშინ ერთ-ერთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კრიტიკის მიუხედავად ქართულმა ოცნებამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციას მხარი დაუჭირა. ჩვენ ნახეთ, რომ საბოლოო ტექსტში ჯო უილსონის დაჟინებული მოქმედებებით აისახა ნახევარ წინადადება, რომელიც ეხება არჩევნებს და ძალადობრივ აქციაზე დაკავებულ პირებს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს, რომ ასამბლეა, რომელიც ასე ვთქვათ, საპარლამენტო ნაწილი ეუთოსი, ხშირად გამოიყენება ასეთ დროს გამოიყენება პოლიტიკური ინტრიგების. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ცრუ და ასეთი დეზინფორმაცია იწერება რეზოლუციაში, ჩვენ მხარდაჭერა ვსაუბრობთ, თუმცა თავად დოკუმენტი, კიდევ ერთხელ თავად დოკუმენტი იყო შემუშავებული, რომელსაც ჩვენ მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა ჯო უილსონის და უკრაინის დელეგაციის, უკრაინა, ცნობილი ჯგუფები, ასე ვთქვათ, უკრაინა, პოლონეთი, ბალტები, რომლებიც არ ვიცი, რატომ ერჩიან ასე ქართველ ხალხს, რა გაგვიკეთებია სიკეთისმეტი, რომ ასე უნდა დააზიანონ ქართველი ხალხი, მაგრამ ხედავთ, რომ მათი მცდელობით ჩაიწერა ეს ნახევარ წინადადება, რომელზეც რა თქმა უნდა არანაირი მხარდაჭერა ჩვენი არ ექნებოდა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელსაც როგორც ირკვევა ოცნების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს, ასევე ნათქვამია, რომ ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გაუქმოს საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან ძალის გამოყენებით გამოყოფის მცდელობები. ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს სირიის მთავრობას გაუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. მათ დიდი დაბნეულობის ფონზე თან ხმა მიცეს რეზოლუციას და თან ვერ მიცეს და თან ვერ თქვეს, იჩხუბეს, იკამათეს და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ ქართული ეგრეთ წოდებული ხელისუფლების პოზიცია, რომელიც მხარს არ უჭერს სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას. აქვე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ კოალიცია ცვლილებისთვის და ოპოზიცია, პროდასავლური ოპოზიცია მთლიანად იყო ინიციატორი იმისა, რომ სირიამ, სადაც შეიცვალა რეჟიმი, უკან წაიღოს აფხაზეთის აღიარება და ქართულმა ოცნებამ არათუ ამას ხელი არ შეუწყო, არამედ კამპანია წამოიწყო, დაუპირისპირდა და საერთაშორისო შესაძლებლობას დაუპირისპირდა, რომ ეს ასე მომხდარიყო დღეს ეუთოში. ეს არის დიდი ილუსტრაცია ამ ხელისუფლების ერთის მხრივ რუსული ბუნების, მეორეს მხრივ დაბნეულობის, შიშის და საერთაშორისო წნეხის ქვეშ დაბნეული მოქმედების. ეს რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ის ასახავს საქართველოში არსებულ მდგომარეობას, რომელიც დადგა ქართული ოცნების პასუხისმგებლობით. რეზოლუციაში ნათქვამია ასევე პოლიტპატიმრების საკითხი, შეფასებული არის არჩევნების კონტექსტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ საბოლოო ჯამში დასტაბილურდეს საქართველოში არსებული მდგომარეობა და შეიცვალოს ის მდგომარეობა, რომელიც ოცნების პირობებში დადგა. დღესდღეობით ძალიან რთულია საქართველოში არსებული მდგომარეობა, რომელიც ქართული ოცნების პირობებში დადგა და ეს გახლავთ სწორედ იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ახორციელებს ქართული ოცნება, რადგან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხედავენ და აფასებენ ძალიან მწვავედ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ იმ ძალადობრივ აქტებს, რომლებსაც ახორციელებს ოცნება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. გუშინ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე პორტოს დეკლარაცია მიიღო. ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი მოიცავს საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც. დეკლარაციაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების გამო, რომელიც ხასიათდება დემოკრატიული უკუსვლით, პოლიტიკური პოლარიზაციის გაძლიერებით და ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვებით. მოვს პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და სასამართლო ჩარევას, რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ მმართველობას და საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ევროპულ მისწრაფებებს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს ნაკისრი
მკაცრი ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, აქტივისტებისა და მომიტინგეების თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობა და ხელი შეუწყოს გამჭვირვალე და ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ასახავს საზოგადოების ფართო მონაწილეობას, ეფუძნება დემოკრატიულ პრინციპებს, მათ შორის ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებით და რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონის გაუქმებით. ასევე უთოს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც უთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევა აღმოაჩინა. შეშფოთებულია საარჩევნო პროცედურების დარღვევები და ადმინისტრაციული რესურსების უპრეცედენტო მასშტაბით, რომელიც ძირს უთხრის საქართველოში არჩევნების პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპებს და თავად შედეგებს.